გამარჯობათ, მე ვარ JSON-ის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით დიზაინის დაყენებას. ეხლა შევდივართ პირველი საიტის სამართავ პანელში და შემდეგ დიზაინს რაც მოყვება, რაც პაპკები მოყვება, ის უნდა ავდოთ ფაილ მენეჯერში. ამ დიზაინს მოყვა აი ამ დიზაინს, ეს image და CSS და მე ეს უკვე ავდივდე. შემდეგ დიზაინს ჩვეულებრივად მოყვება site page-ი, ანუ მთავარი გვერდი, სრულიადი და ყველა გვერდზე რო დაყენდეს დიზაინი. ამ დიზაინს მოყვა მარტო template fluider-ი. ამიტომ ხსნით ამას template fluiders ვაკოპირებ და ვსვავთ აი აქ. ეხლა ეს template fluider-ი არის რაც მთავარ გვერდზე არის, ის გაკეთება ყველა გვერდზე ავტომატურად. აი აქ წაღან დაგვეწერა რა გვერდებზეც გაკეთდა. ეხლა შევდივართ საიტზე და ვამოწმებ დიზაინს. აი როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად დიზაინი დაყენებულია. ეხლა მე გასწავლით აი აქ მენიუ კატეგორიის მაგივრად, რომ ერთი წუთით განაშვით ახლა. აი აქ კატეგორია რო არ ჩავწეროთ, აი ესე. აი ეს რო არ ჩავწეროთ და თავისი მენიუ რაც აქვს, ის მენიუ რო გამოვიყენოთ. ეხლა შევდივართ აი აქა site page-ში და აგერ აქ არის თავარი აი ლინკები. ანუ რაც აქ აქვს ეს. აი აქ რაც არის. მაგალითად ეხლა თავარზე გვინდა რომ აქ იყოს ან რეკლამა ან რამე. აი აქ შევდივართ თავარი და ქვემოთ რო არის ჩვეულებრივად ორი ლინკი. აქ დავწეროთ მაგალითად რეკლამა, აქ თხოვნები მაგალითად. აი აქ ლინკი რო აწერია, ანუ აქ ზოგ დიზაინს შეიძლება ეს მარტო ჭხილები მოყვეს. და აი აქ წერთ ლინკს. მაგალითად ახლა მე კატეგორიები არ მაქვს აკეთებული, ეს სასინჯად მაქვს ეს საიტი და აქ ჩავწერთ რაც რეკლამაზეც გინდათ რომ გადავიდეს, მაგალითად აი ეს ხო არის რეკლამა, აი აქ ამას ვაკოპირებთ და გადავაახეთ ჩვეულებრივად სარეკლამო ადგილზე. აქ თავარი რაც იქნება თქვენ საიტის ლინკს ჩაწერთ. ანუ აქ რომ მიიტანთ მაუს თქვენი საიტი რო იყოს, რომ დააწყვეტთ თქვენ საიტზე რო გადავიდეს. თავარი და აქ ჩავწეროთ მაგალითად JSON-ი. აი ახლა შევამოწმოთ. აი როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად გამოვიდა, როდესაც რეკლამას დააწვევით, ჩვეულებრივად გადავა სარეკლამო ადგილზე. და როდესაც თავს დააწვევით, იქ რაც ჩავწერე, გადავა ჩვეულებრივად საიტზე, რასაც დაწერთ. ეხლა ჩვენ გვინდა რომ საიტზე გავაკეთოთ მაგალითად აი აქ გავაკეთოთ სარეკლამო ადგილები. ან რაც გვინდა მაგალითად. შევიდეთ ახლა global block-ებში და აქ დავამატოთ რაც გვინდა, მაგალითად დავაწეროთ რეკლამა. შემდეგ შევქმნათ და აქ ჩავსვათ სარეკლამო ადგილი, მაგალითად აი ახლა ჩვენ საიტიდან დავაკოპირებ. ან ნებისმიერი მაგალითად აი ეს. აქ ვსვავთ აი ასე. დავაპატარავოთ აი ასე. შუაში უნდა ჩავსვათ აუცილებლად. და შემდეგ ეხლა სადაც გვინდა რომ გამოჩნდეს წერთ აი ასე. თქვენ რასაც გააკეთებთ, მაგალითად აი აქ ბანერების ადგილიც არის და რასაც გააკეთებთ, მაგალითად თუ თქვენ გააკეთეთ სტატისტიკის იგი, ასე დააწერთ. global
თუ თქვენ რასაც გინდათ იმას დააწერთ და მაგალითად ჩვენ ხო გავაკეთეთ ახლა წერა რეკლამა და ჩვენ მე ახლა ჩვეულებრივად დავაწერ რეკლამას აი ესეც უნდა იყოს აუცილებლად შუაში აი ეს ახლა შევამოწმოთ აი ჩვეულებრივად რაც დავაწერეთ იქა ჩვეულებრივად სარეკლამო ადგილი გამოვიდა შემდეგ ახლა რა დაგვრჩა გასაკეთებელი ჩვეულებრივად ყველაფერი გამოვიდა აქ თუ მენიუზეც გინდა აი აქ და კატეგორიის მაგივრად აცრავოთ აი აქ ლამაზად რო გამოვიდეს და თავისი საიტის მენიუ რო იყოს ყველა დიზაინს მოყვება თავისი მენიუ მოიცა ვნახოთ აბა ახლა სად არის აი აქ თავარი და შემდეგ მენიუ ჩვეულებრივად მოყვება აი აქ ჩავწერთ ლინკს ჩვეულებრივად აღარო ხო რეკლამის სიგია ჩავწერე ადგილი აი აქ ჩავწერეთ რაც გინდათ რომ გადავიდეს აქ დააწერთ რაც გინდათ ხო თამაშები რაღაცები თუ არის საიტი გაქვთ და აქ ჩაწერთ ლინკს და იმ ლინკზე გადავა ჩვეულებრივად თუ მენიუს მიმატება გინდათ და არ გქონდეს ამას დააკოპირებთ ასე და აი აქ ჩასვართ და შემდეგ თქვენი ნებით გააკეთებთ აქ რაც გინდათ რომ გამოვიდეს ამით ეს ვიდეო კურსი დამთავრებულია თუ რამე ვერ გაიგეთ შემოძანეთ საიტზე და დატოვებთ ხოვნები კომენტარის სახით